მათ გაუშვეს კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტა დიეგო გარსიაზე. ეს არის 4000 კილომეტრი, მე სულ აფრთხილებდი. ახლა მათ შეუძლიათ ევროპაში შეაღწიონ უკვე ესროლეს ევროპულ ქვეყანას, კვიპროს და ყველა ევროპულ ქვეყანას ემუქრებიან. და მეოთხე რიგში, ისინი აჩერებენ საერთაშორისო საზღვაო მარშრუტს, ენერგეტიკულ მარშრუტს, რუც და ცდილობენ შანტაჟი გაუკეთონ მთელ მსოფლიოს. კიდევ რა მტკიცებულება გჭირდებათ, რომ ეს რეჟიმი, რომელიც მთელ მსოფლიოს ემუქრება, უნდა შეჩერდეს. ისრაელი და შეერთებული შტატები ერთად მოქმედებენ მთელ მსოფლიოში, დროა სხვა ქვეყნების ლიდერების გაერთიანდნენ. მიხარია იმის თქმა, რომ ხედავ ზოგიერთი მათგანი უკვე იწყებს ამ მიმართულებით სვლას. მაგრამ საჭიროა მეტი. პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაუპირისპირდეს ამ ტერორისტულ, ფანატიკოს ზელოთა რეჟიმს. ეს მხოლოდ აშეთეშისისა და ისრაელის უსაფრთხოებისთვის გაკეთებული მოწოდება არ არის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. და უკვე დროა იმოქმედონ. ბატონო, რა იქნება თქვენი პასუხი ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაზე? ჩვენ პასუხობთ დიდი ძალით, მაგრამ არა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ ვებძვით რეჟიმს. ვებძვით ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს, ამ კრიმინალურ ბანდას და მათ პირადადაც ვდევნით. მათ ლიდერებს, ობიექტებსა და ეკონომიკურ აქტივებს ჩვენ დიდი ძალით ვუტევთ. როგორია გამარჯვება ამ კამპანიაში? კარგი, ჩვენ დავისახეთ 2 ნათელი მიზანი. ერთი არის მათი ბირთვული პროგრამის სრულად განადგურება, მათი რაკეტების პროგრამის სრულად განადგურება, მათი შესაძლებლობის სრულად განადგურება, რომ აწარმოონ ორივე პროგრამისთვის საჭირო კომპონენტები. ჩვენ ამ გზაზე ვართ. ჩვენ გვინდა შევქმნათ პირობები, რომ ირანის ხალხმა დაამხოს ტირანია, რომელიც მათ და მსოფლიოსაც ტანჯავს. იმედია, ამასაც შევძლებთ. გამით პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ თუ 48 საათში ირანელები ხორმუზის სრუტეს არ გახსნიან, ირანის ენერგოსისტემებზე შეტევები დაიწყება. მონაწილეობთ ამ შეტევებში, როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოხდეს შემდეგ ამ კამპანიაში? მადლობა. ფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა კარგად იცის რას აკეთებს და ყველაფერს ერთად დისკრეტულად ვაკეთებთ. მადლობა. როცა პრემიერ-მინისტრი მიდიოდა ვკითხე პრეზიდენტ ტრამპზე და მან არნიშნა ლიდერებს შორის შესანიშნავი ურთიერთობა ოპერაცია ეპიკური რისხვის ფონზე. ოპერაცია მეოთხე კვირაშია და ველით ირანის რეჟიმზე უფრო ძლიერ თავდასხმებს მომდევნო საათებსა და დღეებში. მეგობრებო, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იმედოვნებს სხვა ქვეყნების ლიდერების შეთანხმებას დაიწყებენ და სერიოზულად მოეკიდებიან ამ საკითხს. ხორმუზის სრუტის გახსნისა და ირანში წესრიგის დამყარებაზე საუბრისას. ვიზზე ფიქრობთ, რომ ის იქ საუბრობდა? ის საუბრობს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. შაბათ-კვირას სხვა წყაროს ვესაუბრე, რომელმაც აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი, კატარი, ემირატები და ბაჰრეინი მათ წინააღმდეგ ირანის რეჟიმის დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს აკვირდებიან. მათ მიაჩნიათ, სიტუაცია სწრაფად უნდა შეიცვალოს. ჩვენი ინფორმაციით, კულისებში საუბრობენ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები შესაძლოა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ უფრო პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდნენ, რადგან ის ემუქრება როგორც მათ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე მოსახლეობას. და ბოლოს ხითხე პრემიერ-მინისტრს, რა მოხდება 48 საათში. ის ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი გააკეთებს იმას, რასაც საჭირო ჩათვლის და ისრაელი მის გვერდით იქნება. აგვიხსენი დეტალურად, როგორ შეიძლება ასე იყოს. თუ 48 საათზე ვსაუბრობთ, ესე იგი სამშაბათამდე ვნახავთ რამეს, რაც ჯერ არ გვინახავს ამ კონფლიქტში. ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ხედვა, რომ ადგილზე არსებული რეალობა და ბრძოლის ველი ზუსტად დავინახოთ. ამჟამად ირანელებს შეუძლიათ ასათეშისის და ისრაელის თავდასხმებზე უპასუხონ ისე, როგორც მათ სურთ. ეს ვნახეთ გასულ კვირას, როცა ირანმა უპასუხა ისრაელის თავდასხმებს სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე. მათ საპასუხო დარტყმა მიაყენეს ასლაფანის ობიექტს კატარში, სპარსეთის ყურის მეორე მხარეს. უშინ ისრაელის სამხრეთში თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები აშშ-ის მიერ ობიექტზე დარტყმის შესახებ. ირანელებმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს ისრაელის ბირთვული კვლევის ცენტრებთან ძალიან ახლოს. ომი ნაწილობრივ ესკალირდება და არსებობს ესკალაციის კიბე.
საკითხავია თუ აშშ-ში და ისრაელი დაარტყამენ ელექტროქსელსა და ელექტროსადგურებს ირანში, როგორი იქნება რეჟიმის პასუხი. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ისრაელი და ამერიკა ემზადებიან, რომ ომმა შეიძლება რეგიონში აშშ-ის ძალებსა და ახლო აღმოსავლეთში მის მოკავშირეებს საფრთხე შეუქმნას. ტრეი, შენ თქვი რომ შემდეგი უცნობია. ან იცი თუ ამ ენერგეტიკულ ცენტრებს თავს დაესხმია რა სელოდები? დარწმუნებული ვარ გაფსხაროები და ბენიამინ ნეთანიაჰუსაც ესაუბრე. ვიღაცა ალბათ ომის სიმულაციებს ატარებს ამისთვის. რა მოხდებოდა, ანუ რა არის მოსალოდნელი, სამიზნე იქნება ისრაელი. თუ სპარსეთის ხურის ქვეყნები ითხოვიან, რომ ეს მათი გამანთქნარებელი ქარხნებია, რას უნდა ველოდოთ შემდეგ? ზუსტად არ ვიცით, მაგრამ გასულ კვირას ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. ორივე ლიდერმა თქვა, რომ არის საზოგადოებისთვის უცნობი ვარიანტები. ეს კრიტიკული საკითხია, განვიხილოთ ის, რაც ვიცით პრეზიდენტ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს საჯარო განხილვაზე. ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ისინი საიდუმლოდ საუბრობენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტებზე. თუ მსგავსი თავდასხმები, რომლებმაც 100-ზე მეტი ადამიანი დააშავა, განმეორდება. მოკლე პასუხია, რომ არ ვიცით, თუმცა რამდენიმე ვარიანტია. პრეზიდენტი ხაზს უსვამდა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ხორმუზის სრუტის გახსნის აუცილებლობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ირანელებს სანაპიროზე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები აქვთ, ხოლო აშშ-სა და ისრაელს მათი საწყობებისა და პოზიციების დაბომბვა შეუძლიათ. იცი საინტერესო მომენტ ჩვენა შენი კითხვა ბოლოს იქ როცა პრემიერ-მინისტრმა თქვა თამოთვალა ის ორი მიზანი რომლის მიღწევაც მას სურდა მიზნებად ბირთვული და სარაკეტო პროგრამების ლიკვიდაცია და რეჟიმის შეცვლა დასახელდა. რაც განსხვავდება დონალდ ტრამპის თავიდანვე ფოკუსირებული მიზნისგან. მათ შორის მისი ბოლო იცით ცნობები რომ ის მზად არის რეჟიმთან თანამშრომლობისთვის. თუ ისინი დაეთანხმებიან ამ პუნქტებს რაკეტების პროგრამის და ბირთვული პროგრამის გაუქმებას, ინსპექტორების დაშვებას. ამიტომ ეს საკმაოდ დიდი განსხვავება იმ მიზნებს შორის, რაც ნეთანიაჰუს აქვს და იმ მიზნებს შორის, რაც ირანელებს აქვთ. რა თქმა უნდა, რამდენიმე საკითხია, რომელსაც ისრაელები და ამერიკელები სხვადასხვა კუთხით განიხილავენ. ბოლო კვირაში ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ოპერაციები ადგილზე, კონკრეტული თავდასხმებისთვის ისრაელის ძალების მხრიდან ირანის რეჟიმზე. 48 საათში ალი ლარიჯანი, ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლიკვიდირებული იქნა. ასევე დაიღუპნენ მეთაური სოლეიმანი, IRGC-ის ბასიჯის ხელმძღვანელი და ისმაილ ხატიბი, დაზვერვის მინისტრი. ყველა ამ პირმა წელს დემონსტრანტების შახშობაში განსხვავებული როლი ითამაშა. ისრაელი აშკარად ცდილობს საფუძველი შექმნას, რათა გადაწყვეტილების შემთხვევაში წაახალისოს დემონსტრანტები ისევ გამოვიდნენ ირანის ქუჩებში და გააპროტესტონ რეჟიმი. ამგვარად შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ამ ოპერაციასთან დაკავშირებით მსგავსი, მაგრამ განსხვავებული მიზნები აქვთ. არის რამდენიმე გადაკვეთის წერტილი, მათ შორის ჰორმუზის სრუტე. გააცნობიერეთ, რომ ეს გავლენა გლობალურ ენერგეტიკულ ეკონომიკას მოიცავს. დიახ, მათ ომის მიმართაც განსხვავებული ტოლერანტობა აქვთ, ხომ ასეა? ისრაელი დიდი ხანია თავდასხმის ქვეშა და ამგვარი საომარი ქაოსისადმი მათი ტოლერანტობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე შეერთებული შტატების. ან ვიტყოდი, მისი სპარსეთის ყურის მეზობლების. როგორ უთავსებენ ამას? გულისხმობ, თუ ვინმე სტარტნიორობაში ხარ ომში და მას, როგორც ჩარლიმ თქვა, შესაძლოა განსხვავებული მიზნები კონდეს, ტრამპის მიზნები შესაძლოა უფრო შეზღუდულია ვიდრე ისრაელის, რომლებიც რამდენადაც ვიცი, არ მოიცავს რეჟიმის შეცვლას. თუმცა, შესაძლოა მას ეს სიამოვნებით მიეღო, თუ ასე მოხდებოდა, მაგრამ რამდენადაც ვიცით, ეს გეგმებში არ შედის. ასევე არსებობს ომისადმი ეს ტოლერანტობაც. ამერიკა დაღლილია და ენდობა ტრამპს, რომ მან აიღოს კონტროლი და მართოს ეს პარტნიორთან, რომელსაც შესაძლოა სხვა მიზნები კონდეს. ისრაელელები კარგად ესმით ტრამპის მიზნები. ახლო აღმოსავლეთში მან დაასრულა ომი ისრაელსა და ჰამას შორის და გადაარჩინა მძევლები. ეს საკითხი ძალიან პირადი იყო ისრაელის საზოგადოებისთვის. და მან არა მხოლოდ შეძლო ამის გაკეთება, არამედ შექმნა მშვიდობის საბჭოს, რომელმაც გააერთიანა რეგიონის ის ქვეყნები, რომლებიც ადრე არ თანამშრომლობდნენ. მიზანი იყო სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობა მთელ ახლო აღმოსავლეთში.
ირანის რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ბოლო დაბრკოლებად ითვლებოდა. ფიქრობ ისრაელის ხალხს ესმის პრეზიდენტ ტრამპის ხედვა რეგიონისთვის და იციან რომ ისარგებლებენ თუ ომს შედარებით უუნებლად გადაიტანენ. რეალობა ისაა რომ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან და რაკეტები ეცემა როგორც აქ, ჩემ უკან სადაც 100-ზე მეტი დაშავდა. თუ გავითვალისწინებთ აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობას და პრეზიდენტ ტრამპის პოპულარულ მხარდაჭერას ისრაელში, ეს არის ის, რასაც ხალხისგან ვისმენთ. როცა იგებენ რომ შეერთებული შტატებიდან ვართ ამბობენ, პრეზიდენტო ტრამპ, მადლობა. ისინი მადლობას უხდიან მას, რადგან მიაჩნიათ რომ ის აშორებს ეგზისტენციალურ საფრთხეს ისრაელის ხალხს. ირანის რეჟიმმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით, დრონებით და რეგიონული მოკავშირეებით ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუთები დაემუქრა. ამგვარად ხალხი ხედავს ომის შედეგებს, მაგრამ ასევე მზად არის გადაიხადოს ფასი. ამიტომ ისინი აცნობიერებენ რომ ომს აქვს ფასი, მაგრამ ეს არის ფასი, რომლის გადახდაც მათ სურთ. დიახ, ყველაფერი კარგადაა, მადლობა ტრეი, პირდაპირ ეთერში ტრეი ენროდ, ისრაელი, ტრეი, შესანიშნავი ინტერვიუსთვის. დილას კვლავ დაგიკავშირდებით.